როგორ ფიქრობთ? არ ცოდნა, არ ცოდვაა? ანუ ეპატიება თუ არა ადამიანს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იცოდა. რომ კარგის კეთება უნდოდა, მაგრამ არ ცოდნით შეცდომა დაუშვა, ხო? არ გამოუვიდა. მოდით რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. დავიწყოთ აპოლიტიკური მიტინგებით. პოლიტიკური მიტინგის მიზანია, მოგესწრებათ, ქვეყანაში პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა. ანუ ცვლილებების მიღწევა პოლიტიკაში. აპოლიტიკურის შესაბამისად რაღაც სხვა არის მიზანი. არის მაგალითად კარნევალი. გერმანიაში მას ჰქვია ფაშინგ. იქ იკრიბება ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი. მაგათ გერმანულად ეძახიან დი ნარენ. ნარ ნიშნავს მასხარა ან სულელს. პოლიცია ეტავს ქუჩებს, უკრავენ მუსიკას, ხმაურობენ, რაღაც ხუმრობებს ყვირიან, აქეთ-იქით კანფეტებს ყრიან. ანუ დროს ატარებენ, უხარიათ. ამ მიტინგის მიზანი არის გართობა. შეიძლება ხუმრობები პოლიტიკურ თემებზეც იყოს, მაგრამ მიტინგის მიზანი არა რაღაც პოლიტიკაში ცვლილებების მიღწევა. მიტინგის მიზანი არის ამ შემთხვევაში მარტო გართობა. და შესაბამისად ფაშინგს პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყვება. თქვენთანაც თითქოს და ვიღაცეები აპოლიტიკურ მიტინგებს აწყობდნენ. ყველა შეიძლება არა, მაგრამ ვიღაცეები. ანუ თავიდანვე განაცხადეს, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს არ აპირებენ. ოკეი. თქვენც გყავდათ მასხარები. სურათები ალბათ ნანახი გექნებათ. თან თქვენი მასხარები უფრო სასაცილოები იყვნენ, ვიდრე გერმანულები. გერმანული კარნევალი ავრცელებს სიყვარულს და სიხარულს. ქართული ავრცელებს სიძულვილს და გამწარებას. ცხადია, ასეც შეიძლება, უბრალოდ რისთვის. ზოგ ადამიანს რომ რაღაც პოლიტიკური ცვლილებების იმედი ხომ ჰქონდა, და რატომ ჰქონდათ ეს იმედები? თავიდანვე უთხრეს, რომ პოლიტიკური ცვლილებები ჩვენი მიზანი არ არისო, აპოლიტიკური მიტინგიაო. კაი, დაუშვათ არ იცოდნენ, ვერ გაიგეს. მაგრამ რატომ ვერ გაიგეს? არავინ ეუბნებოდათ? არ შეეძლოთ გაეგოთ? თუ იქნებ უბრალოდ არ მოусმინეს. და საერთოდ ვის აწყობდა აპოლიტიკური მიტინგების მოწყობა პოლიტიკურების ნაცვლად? მოკლედ, გაიხსენეთ, ვინ გითხრათ, რომ მიტინგი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამ ადამიანმა თქვენ გაგყიდათ. მას აქვს სახელი და გვარი, ვიღაც კონკრეტული ადამიანია. გაიხსენეთ, ვინ იყო და მეორედ, მას აღარ მოусმინოთ. ნუ ენდობით. ცოდვას ნუ არ ჩაიდენთ. კაი, დაუშვათ მიტინგი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკოსები არ უნდათ. როგორც მახსოვს, ეგეთებიც იყო. აქ უკვე სხვა პრობლემა ჩნდება. ალბათ გეცოდინებათ,
რომ მატერია ჩვენს ირგვლივ შედგება მოლეკულებისგან. ამდენი ფიზიკა ყველას გექნებათ ნასწავლი. თან ეს მოლეკულები სულ მოძრაობენ და რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ანუ რაც უფრო მეტი ენერგია აქვს მატერიას, მით უფრო სწრაფად მოძრაობენ ისინი. ახლა წარმოიდგინეთ დიდი ლოდი, უზარმაზარი ლოდი, მასა რამდენიმე ტონა, თან გავარვარებული. ანუ უზარმაზარი ენერგიის მატარებელი. და დევს. ეს ლოდი შეიძლება მილიონობით წელი იდოს. ჯერ გაცივდება, მერე ნელ-ნელა დაიშლება, ქვაც იშლება და სხვა არაფერი მოხდება. ეხლა ავიღოთ პატარა ტყვია, ნანახი ალბათ უმეტესობას გექნებათ. სულ ყველაზე პატარა, 22 LR კალიბრის. მასა რამდენიმე გრამი. ენერგია, რომ გაისვრით, აი ვთქვათ 150-200 ჯოული. არაფერი, ხო? რომ წარმოიდგინოთ რას ნიშნავს ეს, წყალს რომ დაადგავთ გასაცხელებლად, იქ წამში იხარჯება ყოველ წამს 10 ჯერ მეტი, ვიდრე ერთ ტყვიაშია შიგნით. და ერთ წამში, აი თითი რომ ჩაყოთ, ოდნავ გათბილებულს თუ შეატყობთ, შეიძლება ვერც შეატყოთ. ამისა მიუხედავად, თუ ტყვია პისტოლეტშია და ეს პისტოლეტი კარგ მსროლელს უკავია, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყენოს იარაღი, იცის რას დაუმიზნოს და როგორ ისროლოს. მაშინ მოლეკულები, რომლებისგანაც ტყვია შედგება, რაღაც მიმართულებით სწავლენ და იმ მიმართულებით თავის საქმეს გააკეთებენ. ხოდა ადამიანების საზოგადოებაში ასეთი მსროლელი არის პოლიტიკოსი. ეს მათი საქმეა, როგორც ტაქსისტის საქმე არის მანქანის ტარება, ან მასწავლებლის საქმე არის ცოდნის გადაცემა, პოლიტიკოს საქმე არის ზუსტად აი ასეთი ადამიანების შეკრების მართვა, ადამიანის მასის მართვა. თქვენ ახლა გეუბნებიან პოლიტიკოსი არ გვჭირდებაო. თავარია ერთობა, შემართება, ხო? და მე ყველაფერი თავისით დავაგდება. მოგახსოვთ, გეუბნებოდნენ ეგეთ რაღაცეებს. ლოდშიც არის ერთობა. ეს მოლეკულები არ იფანტებიან, ის ხო არ ორთქლდება, ხო? ერთობა არის, ერთად არიან. ენერგია არის, შემართება არის, უზარმაზარი თან ამ ტყვიაზე მილიარდობით უფრო მეტი ენერგია, ვიდრე იმ პატარა ტყვიაშია. მაგრამ არ არის მიმართულება. არაფერი არის, ვინც ამ ენერგიას მიმართულებას მისცემდა. და შესაბამისად, ენერგიის, ასე მიმართულების გარეშე, ეს ენერგია რაღაც საქმეს არ ხარჯდება, უბრალოდ იფანტება. და შესაბამისად საქმეც არ კეთდება. ზუსტად ამიტომ. აი ახლა დაუბრუნდეთ ისევ საწყის კითხვას. არ ცოდნა, არ ცოდვაა? ანუ ვის აწყობდა, რომ ქონოდათ ყველაფერი გარდა კარგი მსროლელისა? ვინც აი ამ ხელა ენერგიას რაღაც მიმართულებას შესცემდა. გაიხსენეთ ის ადამიანი, ვინც გეუბნებოდათ პოლიტიკოსები არ გვინდაო. მაგასაც აქვს სახელი და გვარი. თავარია ბევრნი ვიყოთო
და ყველაფერი კარგად იქნება. აი, წარმოიდგინეთ, ერთი ლოდი დევს და მოდით ახლა მეორე ლოდი დავუდოთ გვერდითო. და მაშინ ავშენდებით. ვინც გეუბნებოდათ, დიდხანს უნდა ვიდგეთო. აი, უწყვეტი პროცესი. ეს ლოდი მილიონი წელი რომ იდოს, რა მოხდება ამით? რა საქმე გაკეთდება? მოკლედ, ამ ადამიანს აქვს სახელი და გვარი, ვიღაც კონკრეტული პიროვნებაა. მან თქვენ გაყიდათ. აღარ მოусმინოთ. ნუღარ ჩაიდენთ ცოდვას. აი, ეხლა ვნახოთ თუ როგორ ვიპოვოთ პოლიტიკოსი. როგორ აღირჩიოთ მიმართულება, იმიტომ რომ მიმართულება სხვადასხვა შეიძლება არსებობდეს. ვინ არის კარგი მსროლელი და ვინ ცუდი. ხო, რაღაცნაირად უნდა გადავწყვიტოთ. ამის ერთადერთი საშუალება არის ლაპარაკი. ალბათ ესეც გაგიგიათ. არაერთხელ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ამერიკაში მაგალითად მიღებული არის დებატები. დებატი ის არა თქვენთან რაც ხდება. თუ ხდება საერთოდ რაღაცა. დებატებს აქვს რაღაც წინასწარ გარკვეული წესები. არ შეიძლება მაგალითად ჩხუბი, არ შეიძლება გინება ერთმანეთის შეურაცხყოფა. ვინც ადამიან ოპონენტს შეაგინებს, ის დამარცხებულად გამოცხადდება ეგრევე. ყველას უნდა მიეცეს ერთნაირი დრო მაგალითისთვის. და მოდერატორები ყავს, ეს მოდერატორები ზუსტად იმისთვისაა, რომ ამ წესების დაცვა უზრუნველყონ. და ვინც წესებს არ ღვევს, შესაბამისად იმას გამოაცხადებენ დამარცხებულად. ახლა პირადად მე უფრო დისკუსიები მომწონს, უბრალოდ არ ვიცი პოლიტიკაში რამდენად შეიძლება. თუ სინდისი აქვს ადამიანს, შეიძლება დისკუსიების მოწყობა. უფრო მიზანშეწონილი მიმაჩნია. აქაც დაუშვებელი არის გინება, დაუშვებელი არის ჩხუბი. ეს უბრალოდ უზრდელობაა, ისმით. მაგრამ სულ ერთი ახლა დისკუსია იქნება თუ დებატები, თავარია პოლიტიკოსებმა დაიწყონ ერთმანეთთან კამათი. არა ვიღაც ჟურნალისტთან იჩნენ, ვინც არაფერს ეკითხება ნორმალურს და უბრალოდ თავის აზრს იძახდნენ, არამედ იკამათონ, დაიცვან საკუთარი პოზიცია. თუ პოლიტიკოსი ამაზე უარს იძახის, ის არ არის პოლიტიკოსი, ის არ არის მსროლელი, საერთოდ არაა მსროლელი, მისი პროფესია არ არის. დაუჯერებთ მას. დაუჯერებთ ასეთ ადამიანს. ეგ ადამიანი თქვენ გატყუებთ. ის მოსყიდულია. თუ თქვენ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავთ, თუ თქვენ იმ ადამიანს აძლევთ ხმას არჩევნებზე, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს დებატებში ან დისკუსიებში, მაშინ თქვენ ხართ დამნაშავე. არ ცოდნა არ არის არ ცოდვა. მადლობთ ყურადღებისთვის.